არსებობს ორი კანონი, დაწერილი და დაუწერელი. ზუსტად ეს არის, რაც თქვენ ახლა შეკითხვა დამისვით, ეს არის დაუწერელი კანონი. ამ დაუწერელი კანონით იმართება ნახევარი მსოფლიო დღესაც. როგორ? შავი სამყარო. გინდა არ გინდა ამ შავი სამყაროსთვის რაღაცა თავისი წილი უნდა გადაგიხადა. ესეთი დრო იყო, უნდა გადაგიხადა და შავი სამყაროდან სადღაც რაღაცა თანხას გადაიხდიდი და კაცი შვილი არ გაბედავდა მოყარებას. მეორე იყო ობეხესი გახსოვს. ამ ობეხესას თავის წილს გადაუხდიდი და არავინ არ იყო მომყარებელი. რა წილი იყო ეს ამათი და რომელს უფრო მეტი წილი ხონდა? როგორ არის იცით? მეც რომელი ითხოვდა? როგორ არის იცით? დაიჯერებრო. აი დაიჯერებრო. უფრო ამ შამ სამყაროსთან უფრო ადვილი იყო დავაგება ვიდრე ამათთან. ჯერა კიდეც ისე. აი როგორ არის იცი, ესენი კაცურ სიტყვას გეწყოდნენ. აი ეს არის დაუწერელი კანონი. გეტყოდნენ რომ მე ეს მინდა და მორჩა, დამთავრდა. ესენი ყოველ დღე იმას უნდა, ამას უნდა, იმას უნდა და ყოველ დღე გიმატებდნენ ფაზს. ახლა დაიჯერებ. პატიოსანი პარტნიორები არ იყვნენ მაინც და აი დაიჯერებ რომ ოღონდ როგორ არის. მე ვარ ალბათ არ ვიცი შეიძლება ეს ან სტორი იყოს ან არასტორი იყოს გელა ბარკალაია არის ერთი ადამიანი ვისაც არასდროს ერთი თეთრი არ გადაუხდია არც შავისთვის და არც ამათვის მე ვიხდი გადასახდელი რაც არის მე ვარ ესეთი ადამიანი ფული გადამიხადე და დაკრიშავ ეს ჩემთვის პირადად არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. არ გავაკეთებ ბიზნესს. ხო ხედავ ახლაც როგორ ხდებოდა. მიდი, მე ვარ, რაც გინდა ის აკეთე, ოღონდ მე ვარ შენთან ერთად. აი ეს არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა რეალური ბიზნესმენისთვის. როგორ არის ახლა? არავინ არ ახარ, არავინ არ იყავი გუშინ. თქვათ. და უცებ რაღაცა სკამზე მოხვდი შემთხვევით. და მესამე დღეს მოდიხარ და მე მასწავლი ჭკუას და მე მეუნები რომ უნდა კრიშა ვიქნები შენი და როგორც გინდა ისე იმუშავე, აღარ მე ფული გადამიხადე, ეს ჩემთვის პირადად გელა ბარკალაიასთვის არის მიუღებელი. მე დღესაც მეუნები ხო რა 90-იან წლებში ეს ხო ჩვეულებრივი ამბავი იყო. კი, ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ იყო სხვა პატივიცემები. ისე რომ მე გადამიხადე ფული, მიჩუქნია შეიძლება ეს საჩუქარი სამჯერ მეტი ყოფილიყო. საჩუქარი, მაგრამ ის რომ მე შენ ყოველ თვიურად იქ ფული უნდა მიიტანო, კაცურად გეუნები ახლა ბიბლია რო იყოს აქ, ხელს არა მე მესმის, ანუ ეგ შეიძლება საჩუქარი უფრო მეტი იყო, სამჯერ 4ჯერ მეტი ყოფილა საჩუქარი და ის რომ ეს შენ წილი მომიტანე, ეს არასდროს არ ყოფილა. ეს ჩემთვის გელა ბარკალაიასთვის მიუღებელია და დღესაც რო რაღაცები ხდება, მეუნებიან როგორ რა, მე ესე დავიბადე, მე ესე მოვკვდები. თუ ვინმეზე არის პატივისაცემი, სახელმწიფოა, ვიღაცას ჭირდება, ბავშვები არიან, რომლებსაც კალიასკა უნდათ, სახლი არა აქვთ, რაღაც არა აქვთ, თქვენ ახლა ნანახი გაქვთ, თუ ჩემი გადაცემები ნანახი გაქვთ, ბევრი რამე მიცნობთ მე და მე პირადად ვამბობ, გელა ბარკალაია, მე რაც გამიკეთებია ხო და დახმარება გამიწევია, არ ვიცი ახლა შეიძლება მეხუთე მაინც ვიყო საქართველოში. არა, ზოგადად კეთილგანწყობა თქვა, გნებავთ სახელმწიფო სისტემის, გნებავთ შავი სამყარის, ყველა შეიძლება სხვადასხვა რამე უჯდება, მაგრამ მე რისი გაგება მინდა, იცი რომ ადამიანებმა გაერკვნენ იმაში, რომ ამ კეთილგანწყობის გარეშე რამდენად შესაძლებელი იყო მუშაობა, მაგრამ ესე ვერ იმუშავებდი, არ გამუშავებდნენ. ვიღაცა უნდა ყოფილიყავი, რაღაცა უნდა ისეთი ყოფილიყავი, რომ ვიღაცა დაგიჯერებდა, ვიღაცას რაღაცას ან მანქანას აჩუქებდი, ან ორჯერ მეტი ძვირიან საბურავს აჩუქებდი და ძმაკაცობდი, ურთიერთობა ჰქონდა, გინათლავდა, უნათლავდი და ესე მიდიოდა ცხოვრება. რეალურად და აი ამ სახელმწიფოსთვის, ობეხესისთვის ეს გინდა არ გინდა უნდა გადაგეხადა. რამდენი იყო პროცენტულად გადასახდელი? დაახლოებით ალბათ 15-20% რა. კარგი მადაქონია. კი. და ეს რო დაინგრა, აი გეუბნებით რომ ეს რო დაინგრა, ეს ძალიან მაგარი რამე იყო. როგორ არის უხერხულ სიტუაციაში ხარ ადამიანი რომელიც მოდის და ფული უნდა უხადო რაცო ვიხდი ხო იქაც ვიხდი აქაც ვიხდი მილიონი გადასახადებია ხო კიდევ რომ მოდიხარ და კიდევ რომ მეუნები ფული მომეცი აი რისთვის
გეკითხები, რისთვის უნდა გადაგიხადო შენ პული?